მოგესალმებით ჩემი გვერდის აუდიტორიას. დღეს გადავწყვიტე სპეციალურად თქვენთვის ზოგადად ინფორმაცია მომეწოდებინა წყლის სტიქიისგან. შეხედეთ, მე ვიმყოფები ახლა ამ მომენტისთვის ჩანჩქერზე. შესაბამისად, წყლის ენერგია, წყლის სტიქია მოგცემს საშუალებას, რომ მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც ამ მომენტისთვის საჭირო არის, რომ იცოდეთ თითოეულმა თქვენგანმა. არსებული ვიდეო არის მათთვის, ვისაც უჩვენებს. შესაბამისად, კონცენტრირდით და მიიღეთ ის ინფორმაცია, რაც საჭირო არის, რომ იცოდეთ. მათ ვინც არ იცით, წყალი ეს არის ემოციები, ეს არის ჩვენი შინაგანი განწყობა, შინაგანი ენერგია, ემოციებრივი კუთხით და შესაბამისად, მივიღოთ ინფორმაცია მას შესაბამისად. ერთი წუთით მე ახლა კონცენტრირდები და შესაბამისად მივიღებთ ინფორმაციას. ამ მომენტისთვის ვინც არსებულ ვიდეოს უყურებს, მასთვის მაქვს შემდეგი ინფორმაცია. არსებული ნერვიულობა, რომელიც ამ მომენტისთვის გააქვს მატერიალური კუთხით, სრულიად მალე ყველაფერი დალაგდება სიტუაციურად, ეცადე უფრო მეტად იყო კონცენტრირებული იმაზე, რაც რეალურად ჭირდება და არა ის, რაც უბრალოდ სანერვიულო სიტუაციას წარმოადგენს, ხო? რეალურად მომენტებში ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ყოველი პრობლემისგან არსებობს გამოსავალი, ყოველი პრობლემა მოგვარებადი არის, თავარი არის უფრო მეტად კონცენტრირდეთ მის არსზე, საიდან არის საწყისის მდგომარეობა, საიდან მომდინარეობს არსებული პრობლემა. ფინანსური კუთხით უახლოეს პერიოდში ინფორმაციულად მომდის, რომ დალაგების სიტუაცია გექნება. ასევე ვიტყოდი, რომ გარკვეული სახის რაღაცა რისკებზე წასვლაც შესაძლებელი არის მოგიწიოს, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაციურად გჭირდება შენ მეტი გამბედაობა იპოვო საკუთარ თავში, მეტად კონდეს თვითწმენის მდგომარეობა და შესაბამისად შედეგიც არ დააყოვნებ სიტუაციის კუთხით. ასევე ახლა აქ მე რასაც მიჩვენ, ნერვიულობა ბავშვის თემასთან დაკავშირებით, რასაც განიცდი, რაზეც ნერვიულობ, ესეც უახლოეს პერიოდში დაგილაგდება, ანუ რაიმე კონკრეტული სერიოზული პრობლემის არსი ფიზიკურად არ იგრძნობა და არ არის, ეს თემა მოგიგვარდება. შემდეგი ინფორმაცია, რომელიც მოდის იმ ადამიანებისთვის, ვინც არსებულ ვიდეოს უყურებთ, პირადი საკითხების თემები არის აქტუალური. რეალურად ჩაკეტილობის თემა ფინანსურად არ არის, არც სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით არ არის, უბრალოდ ეს არის დროებითი შეფერხების მომენტი. რეალურად ისეთი ადამიანი, რომელიც ბოლომდე შენ გაგიგებს და რომელიც ნამდვილად ჭირდება, ჯერ ბოლომდე ნაპოვნი არ არის. უფრო მეტი სამუშაო გაქვს საკუთარ თავზე, საკუთარ ტრანსფორმაციულ მდგომარეობაზე, ესე ვიტყოდი, რომ მეტად გქონდეს მიმღებლობა საკუთარი თავის. ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი გამოვა მეტი რწმენა საკუთარი თავის. ეხლა კი უბრალოდ ჩემთან ერთად კონცენტრირდით არსებულ ვიდეოზე და ერთად გავუშვათ ის ყველაფერი ბლოკები, ის ყველაფერი შიშები, რაც თქვენ გააქვთ, რაც გაწუხებს, რაზეც განიცდით და ერთად გავუშვათ არსებული წყლის სტიქის პრაქტიკა წმენდითი თემა. ჩემთან ერთად გიმეორებ სიტყვებს. წყლის სტიქია მოგმართავ შენ. გამწმინდე ყოველგვარი ბლოკებისგან. ყოველგვარი ნეგატივისგან, ყოველგვარი შიშებისგან. ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ჩემ ცხოვრებაში არის, ეს ყველაფერი იხსნება. ჩაკეტილი კარი გახსნილია. ჩაკეტილი კარი გახსნილია. ჩაკეტილი კარი გახსნილია. წარმოიდგინეთ წყლის ენერგია, როგორ შემოდის თქვენ სხეულში, თავის არედან როგორ ჩამოდის და ნაწილდება მთლიანად სხეულის წერტილებზე. როგორც არსებული წყალი მოძრაობს, ისევე მოძრაობს თქვენი ენერგეტიკა, ისევე იწმინდება თქვენი ენერგეტიკა. წყლის დინებასთან ერთად მიდის თქვენი ცხოვრებიდან ყოველივე უარყოფითი ენერგიები. ჩემთან ერთად იმეორებ სიტყვებს. აღსრულდა, აღსრულდა, აღსრულდა.